აპატიოს ყველა მათი სოდა და დანაშაულია და დაასუსოს სხვადასხვა მართალი განაჩენები. მოხდა შეეშირო შენი ვერდება და ნუგეშის წეს ყველა იმ სურს, რომელიც ჩვენ აქ მოვიცენიეთ, რომელიც ვერ მოვიცენიეთ, მაგრამ მართლმადიდებლობით არის შესაძლებელი, ელოდება ეკლესიის მიერ დახმარებას და ლოცვის შეცემას. ეს უდიდესი წყალობა, სილვალოსა, იოსებ ათონელი ერთ-ერთი ბოლო თანამედროვე ბევრი ძალიან დიდი წმინდა მამა ამბობს ესეთ რაღაცას, როდესაც ბავშვი ვიყავი, ჩვენთან სოფელში ველი სამხურობდა, ძალიან მიყვარდა, კარგი ადამიანი იყო. და როდესაც იოსები ათონისაზე მოღვაწეობდა, ხანში შესული იყო, ერთადერთი გარდაცვლილი იყო და გარდაცვლილი ბრძენი გამოეცხადა. და მეუბნება ესეთ რამეს, რომ ნუ ფიქრობ, რომ მარტო ლიტურგია შევისო ისწავლებულებს. პირადი ლოცვებია ძალიან ეხმარება. იესოს ლოცვა განსაკუთრებულად. შემდეგ სალმონები და სხვადასხვა ლოცვები. ისწავლებულებს ლოცვები ძალიან ეხმარება. ეცელა. ასე რომ არ დავიწყოთ ისწავლებულთა სულებისთვის ლოცვა და ყოველ ფიფას და დაეხმაროთ. და ერთი რამ გვახსოვდეს, როგორ ჩვენ ვიზრუნებთ ისწავლებულებს და ისე იზრუნებთ ჩვენ. ასე რომ არ დავიწყოთ. თუ დავიზარებ, ვიცოდე რომ საკუთარი სულის ხონებას დავიზარებ რამე. ამიტომ ეცადოთ რომ ის სიზარმაცე, რომელსაც ესვაკი ჩვენს გულში წარმოვქმნის, ეს გადავლაყოთ და ისწავლებულთა სულებისთვის ლოცვა ვქართ. თუნდაც უბრალოდ ერთი რამ, პირადი კანონებს თუ ასრულებთ და მოიხსენიებთ რომ როგორც სოციალისტები ესე ისწავლებლები და წმინდა მამა სერაფიმ სავროველის ელოდებია, რომ რამდენი დღეში უნდა მოიხსენოთ ამ ცოცხალი დამოსვალებელი. მხოლოდ ერთხელ ეს მომავალი შეიძლება. იმიტომ რომ თუ ხშირად მოიხსენიებთ, მათ ლოცვის ხარისხს დავკარგავთ. ამიტომ ერთხელ მოიხსენიეთ დილით და შემდეგ ყველა ლოცვაში თქვით, რომ მერტო ვინ ჩვენ დღეს მოიხსენიებთ, ყველანიც მოიხსენიეთ, როგორც სოციალისტები, ესე ისწავლებლები. ეს საკმარისი იქნება. მხოლოდ ერთხელ საკმარისია მოხსენება, როგორც სოციალისტები, ესე ისწავლებლები. მერტო შეიცვალოს, გაფიცულები და ფესული სასწავლებელი დაამთავროს. მერტო დაგლოცოთ, თქვენთან ერთად მამა. შეგიცვალოთ და გაცხოვოთ. ჩვენთანაც ვერთ. არსად.